მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ძალიან საინტერესო და სახალისო ვიდეოთი. დღეს არის იდეალური ამინდი, როგორც იქნა მზე არის. შესაბამისად ვარ ძალიან კარგ ხასიათზე, ამიტომ თავშიც მშვენიერი იდეა მომივიდა, თუ რა უნდა გადამეღოთ დღეს და მოკლედ დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი და თან ჩელენჯი, იმიტომ რომ დღეს მივდივართ შოპინგზე მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარით. და მინდა რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი შენაძენები გავაკეთო ამ ბიუჯეტით, ასე რომ წავიდეთ მოლში და ვნახოთ ერთად რა მოგვივა 100 ლარად. ერთი წამი, ეხლა მოვიტყვი. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ჩემი YouTube-ის არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და ჩართეთ ზარის ღილაკით და წავედით. მოკლედ მეორე დღეა ლიფტი არ მუშაობს, ამიტომ მე-12-დან წავედით, ეხლა ფეხით. გამოვედით სახლიდან, მაგრამ მე და შოთა ჯერ კიდევ ვდგავართ ერთად საცობში. არ შემიძლია რომ არ გაჩვენოთ ჩემი ულამაზესი ფრენჩი, იმიტომ რომ უსაზღვროდ მომწონს, თვალს ვეწყეთ. ესე იგი, როგორც გადავხედე მაღაზიებს, არსად არ წერია რომ აქვთ სეილი ან რამე ფასტაკლება, ამიტომ კიდევ უფრო რთული იქნება 100 ლარში ჩატევა. მაგრამ მოდი პირველ რიგში გავიაროთ ტანსაცმლის მაღაზიებში და წავიდეთ ბერშკაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ძალიან საყვარელი ფუტუკია, მაგრამ ღირს 100 ლარი, ამიტომ ჯობია რომ წავიდეთ. ფიქრობ რომ წელს იქნება ძალიან მოდაში ესეთი მთლიანი კომბინიზონები. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს ისეთი ფასი ღირს რო ჩვენ ვერ ვიყიდით დღეს, თუ გვინდა რომ ბევრი რაღაც შევიძინოთ 100 ლარად, მაგრამ ძალიან მომწონს ფერიც, მაგრამ ამას სჭირდება იდეალური ფიგურა, ამიტომ ჯობია რომ ეხავე დავიწყოთ ზრუნვა, რომ ესეთი ლამაზი კომბინიზონები მერე მოგვიხდეს. აშკარად ეს ფერი არის ყველაზე ტრენდული, იმიტომ რომ ყველაფერში ურევია უკვე. ძალიან წარუმატებელი იყო ბერშკაში ჩემი შესვლა, ამიტომ ეხლა წავიდეთ ზარაში და ვნახოთ რა იქნება. ნახეთ, აქაც ეს ფერი დომინირებს, ძალიან მომწონს და რუჯზე არის ასწავლად ლამაზი. ძალიან ბევრი საყვარელი რაღაცაა, მაგრამ 100 ლარად არაფერი არ მომდის. მწვანე. დაიმახსოვრეთ, მწვანე არის დომინანტი წელს. დამეხმარეთ, გავიჭედე ამ 100 ლარში. ნახეთ, აქ არის ესეთი ბაზური ზედები, ასე ვთქვათ, შიგნით ჩასაცმელი პიჯაკის ქვეშ ან კურტკის ქვეშ და შეიძლება ამათში რაიმეს არჩევა, იმიტომ რომ ფასიც ნორმალური აქვს. ვისაც გიყვართ ზოლები, ნახეთ, ეს ღირს 22 ლარი. შვენიერია. შემდეგი მაღაზია. ნახოთ რა არის H&M-ში. აქ ძალიან მოდაშია აშკარად აი ეს წვრილი ყვავილებით გაკეთებული პრინტი. მე არ მომწონს, თქვენ რას ფიქრობთ? ესენი ნახეთ რა საყვარლებია. მარტო ტელეფონი რო ჩაგეტევა. ძალიან ლამაზებია. განსაკუთრებით კრემისფერი. ეს ღირს 39, 35. ეს ნახეთ, AirPod-ების ჩასატები ძალიან ბზინვარი და ბრჭყვიალა. ეს მოგეწონებათ, თუნდაც რომ H&M-ში შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგრამ სამწუხაროდ ფასი არ აწერია და ვერ გაუგნებით. შევიდეთ მანგოშიც. დიდად არაფერს იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვნახოთ. არანაირი ფასდაკლება არ არის მანგოში, რებიც კი 80 ლარამდე ღირს, რაც ჩვენ არ გვაწყობს. გავაგრძელოთ გზა. უკვე ცოტა ძალიან დავიძრგუნე, იმიტომ რომ 9 საათია აქ ვარ და საერთოდ ვერაფერი ვერ ვნახე, რაც შეიძლებოდა რომ მეყიდა. ამიტომ ჩამოვედი -1 სართულზე და ეხლა ვნახოთ აქსესუარები და სახლის რაღაც დეკორაციები თუ იქნება მაინც ჩვენს მოსაწონ ფასად. ძალიან მომწონს ეს ლარინაკი, უკვე ძალიან დიდი ხანია და ვფიქრობ ხომ არ ვიყიდო. ღირს 20 ლარი და ესეთი პატარა თაიგულების ჩასაწყობად ძალიან ლამაზი და ორიგინალური მეჩვენება. ჰიუსკში მიიღეს ძალიან ლამაზი თეფშები. ყოველ შემთხვევაში მე ეხლა ვნახე. ესეთი ფერადი, ოქროს ფერშიც არის და ამაზე არის ძალიან კარგი ფასდაკლება.
საყვარელი ჭიქები კოქტეილისთვის. უკვე წარმოვიდგინე ამ ჭიქებში მომზადებული გემრიელი კოქტეილით, როგორ ვისხედავთ მე და ჩემი ლაშიკო აიმანზე. მე მგონი ძალიან კარგი იდეა ამის შეძენა. თან ძალიან ბიუჯეტურია. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგჩეს ეს ორი მაღაზია. ორივე ძალიან მიყვარს და მოდი ჯერ შევიდეთ აქ. ეს მაღაზია მიყვარს, იმიტომ რომ როგორც კი შემოდიხარ, არის საოცარი აურა. აი გადახედათ უბრალოდ რა სილამაზეა. ეს ნახეთ რა საყვარელია. აქ კიდე არის ნამდვილი გაზაფხულის განწყობა. რა ლამაზი ფერებია, ღმერთო ჩემო. ნახეთ რა საყვარელი ჭიქის დასადებები არის. შეხედათ? Awesome Mom Club და ასევე ვისაც ძაღლები გყავთ და გიყვართ, Devoted Dog Mom. ძალიან საყვარელია. საჩუქრადაც მე მგონი ძალიან ორიგინალურია. აღდგომის ულამაზესი აქსესუარები. ჟირაფი. ესეც მე. შემოვედი მინისოში და დავინახე სავერცხლები. რატომღაც ყველა სავერცხლი ერთდროულად გამიფუშდა და დამეკარგა, ამიტომ ეხა რომელიმეს ავარჩევ. თან ძალიან ნორმალური და ადეკვატური ფასები აქვს. ვის უნდა ესეთი ღუნღულა кейსი? ღუნღულა დამჭერი აქ რა, ხელი რო არ დაგეღალოს ტელეფონისგან. ამებზე არის ფასდაკლება, როგორც მივხვდი. ხოთი შორს ცისფერი ძალიან საყვარელია, iPhone 11 ვისაც გაქვთ და Pro Max-ი შეგიძლიათ მოხვიდეთ. აუ, ეს რა არის? რაღაც ძალიან ბიუჯეტური ფასია და თან მე მგონი კომფორტული რაღაცაა. მე მგონი აბაზარაში დასადები ნაგვის ურნა და ასევე არის თეთრ ფერშიც. Matching ჭიქები. გულის ფორმით. აუ, ნახეთ, ფუნჯების გასაწმენდი სილიკონები ვიპოვე. აი, ასეთ ფასად. თან სხვადასხვა ფორმები აქვს. გადმოვინაცვლე ნიუ-იორკერის მხარისკენ. თითქმის არასდროს არ შევდივარ ხოლმე აქ, მაგრამ დღეს მინდა რომ შევიდე, რა იცი რა ხდება, იქნებ რამე საინტერესო აქვს. ამიტომ სადოთ გოგოებო, ზაფხულისთვის გაითვალისწინეთ, რომ ძალიან იაფად არის აქ ესეთი ქურთუკის ქვეშ ჩასაცმელი მაისურები, ან ისეც. უბრალოდ შეხედეთ რა მხელა არჩევანია, ასეთ უბრალო ბაზურ მაისურებში თან ღირს სასწაულად დაბალი ფასი 10 ლარი და არის განსხვავებული ფერები და განსხვავებული მატერიები. ძალიან ლამაზი არჩევანი აქვს მონსონში სამკაულების და ასევე მისამაგრების. შემოვედი ზარას გასახდელში და შემოვიტანე აი ეს ორი მაისური. ერთი მაცვია და მეორე არის ზუსტად იგივენაირი იყო თეთრი და ვნახოთ რომელს ავიღებთ. ძალიან მომწონს ეს მაისური, იმიტომ რომ აქვს რაღაც კარგი სიგრძის მკლავი და ასევე აქაც აი კარგად გილას მთავრდება წელზე. რატომღაც ვფიქრობ რომ შავი უფრო მომიხდა. შეიძლება იმიტომ რომ ღია ფერის შარვალი მაცვია. ანუ უბრალოდ ესეთ ხასიათზე ვარ, მაგრამ ალბათ შავს ავიღებ და თქვენ რას იზავდით ჩემს ადგილას და მიწერეთ, ძალიან მაინტერესებს. დღეს არის ორშაბათი და არის რაღაცნაირი ძალიან ესეთი განწყობა და აი მინდა რომ მეც გადმომეტოს, იმიტომ რომ მე ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძა დღეს და მოგვიანებით მოგიყვებით, რატო ვსაუბრობ ახლა ამ თემაზე. ალბათ თქვენს შემსავით ხართ. და მინდა აღნიშნო, რომ საოცრად მენატრება ცხოვრება პირბადის გარეშე. რაღაც მახსოვს როგორი იყო. ესეც პირველი შენაძენი ზარაში და -25 ლარი. შემდეგი შენაძენი იყო იუსკში და -41. ესე იგი ნახეთ რა ვიპოვე, წარბის ამოსაპუტი ფორმა. ვისაც გიჭირთ ესეთი ფორმის მიღება, მე მგონი თან რამოდენიმე ნაირი დევს და შეგიძლიათ ეს დაიწეპოთ და შემოიხაზოთ და შემდეგ გამოიპუტოთ. ნახეთ, ეს არის ის ხელსახოცები, რომელიც კანს აშორებს სიპრიალეს, ცხიმოვან სიპრიალეს და ესეთი ორი შეფუთვა ღირს 9 ლარი.
ეს არის შავი წერტილების მოსაშორებელი სტიკერები, რომელიც წესით ღრმად უნდა ეკროდეს კანს და აშორებდეს იმ შავ წერტილებს და ჭუჭყს. შემდეგი შენაძენი იყო მინისოში და გადავიხადეთ 15 ლარი. და ესეც -15 ლარი ნიუ-იორკერში. ესეც ასე მეგობრებო, როგორც ხედავთ, ვიყიდე რაღაცეები, 100 ლარიდან დავხარჯე 96 ლარი და გამოვიქეთ იმოლიდან, იმიტომ რომ სასწაულად დავიღალე, თავი ამტკივდა. იმაზე ფიქრით, რომ ისეთი რაღაცები მეყიდა, რომ ჩავტეულიყავი ჩვენს დღევანდელ ბიუჯეტში, თუმცა მაინც მე მგონი, კარგი რაღაცეები ვიყიდე და თან საკმაოდ ბევრი. აუცილებლად დეტალურად გაჩვენებთ და გეტყვით, რაში რა გადავიხადე. და როგორც გითხარით, დამრჩა 4 ლარი 100 ლარიდან და ამ 4 ლარითაც რაღაცას ვიყიდი და ბოლომდე დავხარჯოთ. ძალიან მიხარია, რომ გაზაფხული მოდის და უკვე ძალიან ბევრი ხალხი არის გარეთ, სეირნობენ და ასე შემდეგ და მეც მინდა რომ ეხლა სეირნობდე, მაგრამ უნდა დავამთავრო ეს ვიდეო აუცილებლად. მეგობრებო, დავხარჯე დარჩენილი 4 ლარით, ამიტომ დღეს ზუსტად გამომივიდა, რომ ზუსტად ჩავეტია ჩვენს ბიუჯეტში, ანუ 100 ლარში, მაგრამ ჯერ არ გაჩვენებთ რა ვიყიდე ამ 4 ლარად, შოკოლადი არ მიყიდია, კუჭს ვამჯობინე ესთეტიკა, მაგრამ ზუსტად რა არის ამას გაჩვენებთ სახში რომ მივალ და ძალიან მალე მივალ, მაგრამ მინდოდა მანამდე ერთ საკითხზე მესაუბრო თქვენთან, იმიტომ რომ მართლა ვერ მოვითმინე, იმდენად აღელვებული ვიყავი ამ თემაზე, რადგან დღეს, ანუ ყველა მეუბნებოდა, რომ არ შეიძლება გადაღება არც მოლის ტერიტორიაზე, არც მაღაზიების ტერიტორიაზე და მე რო ვკითხე, რომ რატო არ შეიძლება თქო, ანუ არავის არ აქვს პასუხი. რატო შეიძლება რომ ჩვეულებრივმა მომხმარებელმა ხო გადაიღოს, თქვათ, ფოტოც, ვიდეოც გააგზავნოს, თქვათ, მეცშვები ხოლმე ესე ხო? რჩევის საკითხელად სხვასთან და რატო არ შეიძლება რომ ბლოგერმა გადაიღოს ვლოგი მოლში, ანუ ვერ ხვდები რა აკლდებათ მათ. თუ შენ კარგ სერვისს თავაზობ შენს მომხმარებელს, რაში არის პრობლემა? თუ გაქვს კარგი პროდუქცია, რაშია პრობლემა, რომ სხვებმა ნახონ და უფრო მეტმა ხალხმა ნახოს და აუდიტორიამ ნახოს და პირიქით მოუნდეთ მოსვლა და შეძენა ამ ყველაფრის. რეალურად თვითონ არ იციან, რატომ არ შეიძლება გადაღება, იმიტომ რომ უბრალოდ ვეკითხები, რატომ არ შეიძლება, ანუ რატომ? ანუ რა არის მიზეზი, რატომ? იმიტომ რომ რაღაც, ხო? ანუ არავინ არ არის ის. თუ ატრენინგებენ ამ კონსულტანტებს, რომ არ შეიძლება, მაშინ უთხრან, რატომაც არ შეიძლება, ხო? იმიტომ რომ ჩვენც გავიგოთ, მოლში მისვლა და რაღაცების დათვალიერება არის უფასო და ყველას გვაქვს თანაბარი უფლება, რომ მივიდეთ იქ დავათვალიეროთ რაღაცები და თუ მოგვეწონება ვიყიდოთ. ანუ მე რო ჩემს აუდიტორიას ვაჩვენებ ამ ყველაფერს, მათ რა აკლდებათ ამითი, ანუ ვერ ხვდები, თუ ვინმე მიცით ეს რა აკლდებათ მათ და რატომ არ შეიძლება გადაღება მოლის ტერიტორიაზე, მაღაზიებში შიგნით, აუცილებლად ამიწერეთ კომენტარებში და ვინც ჩემსავით ფიქრობთ, რომ ეს არის სრული სისულელე და აბსურდი, თქვენც დამიწერეთ, რომ თავი არ ვიგრძნო მარტო, იმიტომ რომ დღეს ერთმა გოგონამ იმდენად უზრდელურად და იმდენად თავხედურად მომმართა, რომ აქ გადაღება არ შეიძლება, გეგონება რაღაცას ვაშავებდი, გეგონება რაღაცას ვიპარავდი, ან ვაფუჭებდი. ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის ეს ყველაფერი და ძალიან ამაღელვებელი, ძალიან მეწყინა, იმიტომ რომ მე იქ არაფერს ცუდს არ ვაკეთებდი, არაფერს არ ვაშავდი, პირიქით ვიყიდე რაღაცეები და პირიქით თქვენ გაჩვენებდით რაღაცეებს, რა იყოს საინტერესო. ძალიან საწყენია და ძალიან მეტყობა ალბათ, რომ ჩემს ხასიათზე იმოქმედა ძალიან რამოდენიმე კონსულტანტის უზრდელურმა და თავხედურმა მომართვამ. არავის არ აქვს უფლება იმის, რომ მე ან თქვენ ან სხვა ვინმეს მიმართოს უზრდელურად და არ გაქცეს პასუხი, რატომ არ შეიძლება. ამ თემაზე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მართლა იქნებ მართლა რამე მეშლება. აუცილებლად დამიწერეთ და კომენტარებში განვიხილოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ მართლა უკვე დღეს ძალიან შევწუხდი ამ თემით. ესეც ასე, როგორც იქნა მოვედი სახლში, მოკლედ დღეს 100 ლარად ვიშოპინგე 4 მაღაზიაში და რა თქმა უნდა ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. საკმაოდ დავიღალე და თან ძალიან დამცხა მოლში, იმის და მიუხედავად რომ პიჯაკის ქვეშ მხოლოდ ეს თხელი მაისური მეცო, მაინც ძალიან დამცხა, მაგრამ მე მგონი ძალიან სასიამოვნოდ ვარ დაღლილი, იმიტომ რომ კარგი რაღაცეები ვიყიდე და ეხლა ერთად დავათვალიეროთ და თქვენ შემიფასეთ. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ ზარაში რა შევიძინე. ეს არის ესეთი შავი მაისური, რომელიც არის ძალიან სასიამოვნო ქსოვილი და თან არის ტანზე მომდგარი და ვფიქრობ, რომ ძალიან მომიხდა. აი ამ ასეთ ჩვეულებრივ კლასიკურ სადა მაისურში გადავიხადე 25 ლარი.
როგორც ხედავთ, მეგობრებო, ძალიან მომეწონა ეს ზარას მაისური, ამიტომ ვლოგს ვაგრძელებ ამ ახალ ზედაში. და შემდეგი ნივთიც ასევე არის მაისური, ოღონდ ეს არის თეთრ ფერში და შევიძინე ნიუ-იორკერში, სადაც იყო უამრავი ფერი და არჩევანი ასეთი სტილის მაისურების. ეს არის ეს იზომა, მკლავებზე გადაკეცილი სტილი, ოდნავ თავისუფალია და გადავიხადე სულ რაღაც 15 ლარი. ჯინსის ქურთუკების ქვეშ ძალიან გამომადგება თეთრი ასეთი სადა და მარტივი ზედა. თან რეალურად მართლა მჭირდებოდა ასეთი შავი და თეთრი ძალიან სადა და მარტივი მაისურები. ასე რომ ძალიან გამომადგება. გადავიდეთ მინისოზე, სადაც შევიძინე 2 ნივთი. მინდოდა ასევე სავარცხლის ყიდვა, მაგრამ ვერ გავბადე, იმიტომ რომ დიდად არ მომეწონა. პირველი ნივთი, რაც შევიძინე მინისოში, არის აი ეს მარწყვის ფორმის ფუნჯების გასარეცხი სილიკონი. საყვარელია და მე მგონი ძალიან კარგად გამომადგება, იმიტომ რომ ფუნჯებს ისე ხელით ვეცხავდი ხოლმე და ძალიან დამღლელია ხოლმე და იმედია ეს უფრო მომაგებინებს დროს. როგორც გაჩვენეთ, იყო ასევე სხვა ხილის ფორმით, მაგრამ მე ავიღე მარწყვის. ფუნჯების გასარეცხი სილიკონი ღირდა 5 და 95, ანუ 6 ლარი. მე ადრეც შევიძინე მინისოში ზუსტად ასეთი ხელსახოცები, რომელიც კანს აშორებს ცხიმოვან სიბრიალეს და გამითავდა, ამიტომ ახლა კიდევ ვიყიდე. 2 შეფუთვა ღირდა 8 და 95, ანუ 9 ლარი და თითოეულ შეფუთვაში არის 120 ხელსახოცი. ნახეთ? ხაი ამ სიბრიალეს ესეთ მომიშორებს. მოკლედ სახე ხდება ბევრად უფრო მარტი. ესეთი ცხიმოვანი სიბრიალე გვაქვს სახეზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ დავიმატოთ პუდრი, იმიტომ რომ ეს იქნება უფრო უარესი. ავედით უკვე შემდეგ შენაძენებზე, რომლებიც გავაკეთე იუსკში. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ აი ეს ულამაზესი სანთელი, რომელიც არის ესეთი ჭუჭყიან ვარდისფერ ჭიქაში და შიგნით არის თეთრი. აქვს ძალიან მსუბუქი არომატი, ну თითქმის არა აქვს არომატი, მაგრამ ესე ვიზუალურად მაინც სხვა აურა აქვს სანთელს. გადავიხადე 10 და 90 ამ სანთელში, რომელსაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ჭიქა აქვს. შემდეგი შენაძენი იუსკში არის აი ეს 2 ჭიქა, ალბათ არ გიკვირდებოდათ. ერთი ვიყიდე ჩემთვის და ერთი ვიყიდე ლაშასთვის. ძალიან მომწონა ფორმა, რაღაც ესეთი საყვარელი სტილი აქვს. თვითონ დახლზე ეწერა ამ ჭიქებს ფასი 3 და 45 და რეალურად გადავიხადე 4 და 35, იმიტომ რომ არასწორად ეწერათ, როგორც აღმოჩნდა. მაგრამ მე მგონი მაინც ძალიან კარგია. და ბოლოსთვის შემოვინახე ეს სილამაზე, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვუყურებდი იუსკში, მაგრამ ვერასდროს ვერ შევიძინე რატომღაც. და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მეყიდა ეს ლარნაკი, რომელიც არის შედარებით პატარა ყვავილებისთვის. გადავიხადე 19 და 45 და მე მგონი ნამდვილად ღირდა. და ეხლა მინდა ბოლოს გაჩვენოთ თუ რა ვიყიდე იმ 4 ლარად, რაც დამრჩა ამ ჩვენი ბიუჯეტიდან დღევანდელი 100 ლარიდან. აი ეს ულამაზესი ყვავილები, რომელიც დავინახე გზაზე და ღირდა 5 ლარი, მაგრამ ვუთხარი რომ მაქვს 4 ლარი თქო და რა თქმა უნდა მომყიდეს 4 ლარად. მინდა გითხრათ რომ ამ ყვავილებს აქვს აი უმაგრესი სალოცარი არომატი გაზაფხულის და რამდენადაც ლამაზია ვიზუალურად, წარმოიდგინეთ რომ 100-ჯერ უფრო კარგი სურნელი აქვს და თან ძალიან მძაფრი. ესეც ასე მეგობრებო, ეს იყო ჩემი შენაძენები 100 ლარიან ბიუჯეტში. მე მგონი ცუდი შენაძენები არ გავაკეთე და ყველაფერი რეალურად მართლა მჭირდებოდა და ძალიან მომწონს. მაინტერესებს თქვენი შეფასებას, თქვენ რა მოგეწონათ ჩემ შენაძენებში და რა არა. და ასევე უფრო ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ასეთი ტიპის ვიდეოების გადაღება გავაგრძელო თუ არა, მოგეწონათ თუ არა ასეთ კონკრეტულ ბიუჯეტში ჩატეული შოპინგ ვლოგი. ძალიან მაინტერესებს და დამიწერე დაუცილებლად. და ერთი რამე რაც ამ ვიდეომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 100 ლარი არის სამწუხაროდ ძალიან ცოტა და ყველას მოგმართავთ რომ ხალხს გაუზარდეთ ხელფასები. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვლოგი და ისიამოვნეთ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ჩემი YouTube-ის არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და ჩართეთ ზარის ღილაკიც, რომ არ გამოგჩეთ ხოლმე ჩემი საინტერესო და სახალისო ვიდეოები და ასევე გელოდებით Instagram-ზე, სადაც მაქვს უფრო ახლო კომუნიკაცია ჩემს გამომწერებთან, ასე რომ შევხვდებით ჩემს Instagram-ზეც. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად და უყურეთ ამ ვლოგს. ნახვამდის!